ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინოვაციური ტექნოლოგია შეიქმნა, რომელიც ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შემდეგ შიფრავს. მეთოდი ხმოვან ტალღაზე დაფუძნებულ ანალიტიკურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიას და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს. ამ მონაცემის საფუძველზე მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადამიანის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას ადგენს. მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს უმოკლეს დროში უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, გამოვიყენოთ აღნიშნული ინფორმაცია პიროვნული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის. კვლევის პირველ ეტაპზე გაანალიზდა 500 ინდივიდუალური кейსი და ხმოვანი ჩანაწერი. მეორე ეტაპზე ჩართულია 1200 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მასშტაბის ზრდას და შედარებით ანალიზს. ჩვენი აღმოჩენით, რომ ეს თვეების განმავლობაში ჩვენი სპეციალისტები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მივედით იქამდე, რომ ვიპოვეთ, რომ როგორც არსებობს გენეტიკური კოდი, არსებობს ფსიქოლოგიური კოდი ადამიანის, რომელიც ხსნის მთელ ინფორმაციას ადამიანის შესახებ, მისი ქცევის შესახებ, აზროვნების, ემოციების და ასე შემდეგ. ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკვე გექნება მიღწეული შეთანხმება ამის გამოყენების რეგულაციაზე და შემოდგომიდანვე უკვე ეტაპობრივად დავიწყებთ მის დანერგვას მხოლოდ სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან და რა თქმა უნდა, ყველას მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს. Humanoid სისტემა, რომელიც შეიქმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც აბსოლუტურად ინოვაციურ ტექნოლოგიას გვთავაზობს აღნიშნულ სფეროში, ჩაშენებული იქნება კურიკულუმში, საბაკალავრო პროგრამის საფეხურზე, ფსიქოლოგია და ციფრული სამყარო, რომელიც უკვე მასპინძლობს სტუდენტების პირველ ჯგუფს და ჩვენი სტუდენტები ისწავლიან სწორედ იმ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს, რომლითაც აღნიშნულ დარგში შეიძლება თავისი საქმიანობა აწარმოონ, მას შემდეგ რაც დაასრულებენ აღნიშნულ პროგრამას. ეს არის ნამდვილად უნიკალური მიღწევა, რომელიც გვახარებს, რომ შეიქმნა ჩვენს უნივერსიტეტში და ვფიქრობთ, რომ სტუდენტს მიცემს შესაძლებლობას ახლებური ცოდნა მიიღოს და დაეუფლოს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც დაეხმარება წარმატებით ახორციელოს თავის პროფესიული საქმიანობა. გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ რთულად კვლევად საკითხებს ვიკვლევთ, მეორე სრულიად ახალი თეორიული პერსპექტივა და ახალი პრაქტიკული პერსპექტივა შეიძლება შემოიტანოს ამ პროექტმა. დაწყებული მაგალითად იქიდან, რომ ვიკვლიოთ ისეთი ადამიანები, რომელიც დღეს წარადგინეს, ხო, ან ფსიქობიოგრაფიული კუთხით. დამთავრებული იმით, რომ კულტურად შორისი განსხვავებები ან მსგავსებებიც ვიკვლიოთ, ხო? და რაც მთავარია, მეტყველება და ხმა, როგორც ქცევა, როგორ უკავშირდება პიროვნულ ნიშნებს, ის რაც ღერძულია, ფუნდამენტურია და უნიკალურია ინდივიდიდან ინდივიდზე. გავიცანით საინტერესო ამბავს.